თემა მე-17. ზმნები, წერა, კითხვა, ფიქრი. უნდა. წერილი მეგობარს. მე ახლა წერილს ვწერ. რას წერ? წერილს ვწერ. წერილს ვწერ ჩემს მეგობარს. ცოტა ხანში დავწერ საშინაო დავალებას. დაწერე დავალებები. კი, დავწერე. ახლა თავისუფალი ვარ. გიორგიმ დავალებები 1 საათის წინ დაწერა. ახლა თავისუფალია. ჯერ დავალებები უნდა დავწერო. მერე წავალ მეგობრებთან. გიორგიმ ჯერ უნდა დაწეროს დავალებები და მერე წავა მეგობრებთან. ახლა სახლში ვარ და წიგნს ვკითხულობ. ხვალ სახლში ვიქნები და ჩემს საყვარელ წიგნს წავიკითხავ. წაიკითხე გურამის ახალი სტატია გაზეთში. კი, წავიკითხე, საინტერესო იყო. წაიკითხე ანადოლიძის ახალი მოთხრობა ჟურნალში. ჯერ არა, მაგრამ ჟურნალი ვიყიდე და დღეს საღამოს წავიკითხავ. კარგი პროგრამა იყო ამ საღამოს თეატრში. გურამ ნაკაშიძემ გალაქტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხა. მომწონს, კარგად კითხულობს გალაქტიონის ლექსებს. წერილი მეგობარს. გამარჯობა ანა. როგორ ხარ? როგორ არიან შენი ოჯახის წევრები? რა არის ახალი და კარგი? მე ახლა თბილისში ვარ. შენ ალბათ იცი, რომ მე უნივერსიტეტიდან 1 სემესტრით საქართველოში წავედი და იანვრიდან ივნისამდე აქ ვიქნები. ძალიან საინტერესოა აქ. ეს კარგი უნივერსიტეტია. აქ ქართულს ვსწავლობ. დავდივარ უნივერსიტეტში. მყავს ბევრი ქართველი მეგობარი და მათთან ერთად დავდივარ ექსკურსიებზე. ხშირად მივდივართ თეატრში. ვსწავლობ ქართულს. კითხულობ წიგნებს. ქართულად უკვე კარგად ვკითხულობ და ვწერ. 2 დღის წინ ვიყავი პოეზიის საღამოზე. ერთმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა წაიკითხა ქართველი პოეტების ლექსები. ძალიან კარგი ლექსები იყო და მსახიობმა ძალიან კარგად წაიკითხა. ზოგი ლექსი მე ზეპირად ვიცი. მინდა ბევრი ქართული ტექსტი წავიკითხო. მე ვფიქრობ, თუ გინდა ქართული კარგად ისწავლო, ბევრი ტექსტი უნდა წაიკითხო. კითხვა ძალიან კარგია ენის კარგად სწავლისთვის. მე ძალიან მინდა წავიკითხო ნოდარ დუმბაძის მოთხრობები. ის ძალიან კარგი მწერალია. ვფიქრობ, ჯერ უნდა წავიკითხო მისი ნაწარმოები კუკარაჩა. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. ფილმიც არის. ფილმი უკვე ვნახე და ახლა მინდა მოთხრობა წავიკითხო. აუცილებლად უნდა წავიკითხო. შენ როდის იქნები თბილისში? მომიკითხე შენი ოჯახის წევრები. დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, ჯეინი. მე ჯეინი ვარ. დღეს ტესტი უნდა დავწეროთ? ჰო, დღეს უნდა დავწეროთ ტესტი. მე ქეითი ვარ. ჩვენ ერთად გვაქვს ქართული ენის ლექცია. კი, ვიცი. მე არ ვიყავი 2 ლექციაზე. რა წაიკითხეთ? ჩვენ წავიკითხეთ გალაქტიონ ტაბიძის 2 ლექსი. რა კარგია. მე ძალიან მიყვარს ეს პოეტი. სახლში რა უნდა წავიკითხოთ? ინტერნეტში უნდა წავიკითხოთ გალაქტიონ ტაბიძის ბიოგრაფია და უნდა დავწეროთ თემა გალაქტიონ ტაბიძის 2 ლექსის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად დავწერ თემას. ახლა ტესტი უნდა დავწეროთ კარგად. ხო, ტესტი აუცილებლად კარგად უნდა დავწეროთ.